შვიდმა მოხალისემ უნდა მონიშნოს საუღელტეხილო ბილიკი. ბილიკი სამი სექციისაგან შედგება, მათგან ორზე, ჭველბსა და კალაზე სამ-სამი მოხალისე იმუშავებს, ხოლო მესამეზე ლატფარზე ერთი. ცნობილია, რომ თითოეული მოხალისე მხოლოდ ერთ სექციაზე იმუშავებს. A ჭველფის სექციაზე იმუშავებს, C და G ერთსა და იმავე სექციაზე, A და B სხვადასხვაზე, თუ F კალაზე, მაშინ I ჭველფზე. ავიღოთ ახლა ჩვენ აქ სამი პოზიცია, რაღაც ისეთი სამი მართკუთხედი უბრალოდ და დავაწეროთ თავზე ეს ჩვენი მოცემული ბილიკის სექციები, ხო? ესე იგი პირველი გვაქვს ჭველფი. მერე მოდი ჩვენ დავწეროთ ლატფარი, მაგრამ აქამდე მიდურბოს მნიშვნელობა. და მერე დავწეროთ კალა. ეს სამიანები მოშორებით გვყავდეს და ერთიანი გვყავდეს შუაში. ვიცით რომ A ჭველფშია, ვიცით რომ B ვერ იქნება ჭველფში, ამიტომ აქვე დავწეროთ და გადავხაზოთ თეორიულად რომ არ დავუშვათ შემდეგ შემთხვევით მისი შემოტანა. შემდეგ ნუ C და G ერთსა და იმავე სექციაში იმუშავებენო, A და B სხვადასხვაში გავიგეთ და თუ F კალაში მაშინ I ჭველფშია. მე-12 შეკითხვა გამორიცხვის მეთოდით უნდა ამოვხსნათ. თითოეული პირობა პასუხისმგებელი იქნება რომელიმე სავარაუდო პასუხის გამორიცხვაზე. A ჭველფის სექციაში იმუშავებსო, რომელიმე პასუხში თუ A ჭველფში არ ყავს, ეს და ასეთი პასუხი უნდა გამოვრიცხოთ, მაგალითად აქ ხედავთ რომ A ჭველფში არ არის. სხვაგან ყველგან A ჭველფშია. C და G ერთსა და იმავე სექციაში იმუშავებსო, თუ კი სადმე C და G სხვადასხვაზე გვეყოლება, ნახე, აი აქ G-ში C და G სხვადასხვაშია. D-ში C და G ერთად არის, E-ში C და G სხვადასხვაშია, ამიტომ დაგვრჩა ორი პასუხი. A და B სხვადასხვაშიაო, აქ A და B სხვადასხვაშია ორივე პასუხში და თუ F კალაშია, აქ არის F კალაში, მაშინ I ჭველფში უნდა ყოფილიყო. და ამ დროს I ლაპტარში, ანუ პირველი ნაწილი შესრულდა, მეორე ნაწილი არა, რაც დარღვევაა, ამიტომ პასუხიც გამოვრიცხეთ. D პასუხის შემთხვევაში კი F არ არის აქ კალაში მოცემული და ამიტომ პირობაც ვერ დაირღვევა, რა კი პირველი ნაწილი დაირღვა. შესაბამისად, სწორი პასუხი აქ გამოვა D პასუხი. გადავიდეთ შემდეგზე. ესე იგი, თუ A და F ერთად ყავს. ოკეი, ანუ A და F დავაბინავეთ. მაშინ ჩამოთვლითაგან რომელი აუცილებლად მცდარი, ანუ რომელი პასუხის შესრულება იქნება შეუძლებელი ჩვენი მცდელობის მიუხედავად. თუ კი A და F ერთად არის, მაშინ გამოდის რომ C და G უნდა იყოს ერთად კალაში. იმიტომ რომ ლატფარი მხოლოდ ერთ მოხალისეს გულისხმობს და ჭველფში აღარ გვაქვს ორი თავისუფალი ადგილი, ხო? C და G-ც გავანაწილეთ. შემდეგ C ჭველფის სექციაზე იმუშავებს. ეს პასუხი არის პრინციპში აუცილებლად მცდარი, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ხედავთ, C ყავს კალაში და შეუძლებელია რომ C ყავდეს ჭველფში. ჭველფში რო ყავდეს, მაგრამ G-ც უნდა ყავდეს და 4 გამო. შემდეგ I ლატფარის სექციაზე იმუშავებსო, ნუ ეს არ არის შეუძლებელი, რომ ლატფარში ჩავწეროთ, არაფერი არ დაირღვევა ამით. B კალაში მუშაობს დასაშვებია, I ჭველფში მუშაობს, ესეც დასაშვებია. ანუ შეუძლებელი არის მხოლოდ აპასუხი, C ჭველფის სექციაზე მუშაობს, რომ ყავს კალაში აუცილებლად. გამოთვლილთაგან, რომელი პირობაა საკმარისი იმის ძალსახად დასადგენად, თუ რომელი მოხალისე რომელ სექციაზე იმუშავებსო. ანუ არგუმენტირებულად და დასაბუთებულად რომ შევავსოთ ჩვენ ეს სექციები და ჩავსვათ მოხალისეები. A და I ჭველფის სექციაზე იმუშავებსო. ნუ ოკეი, ამით ჩვენ მივხვდებით რომ C და G გვეყოლება კალაში, იმიტომ რომ ორი თავისუფალი პოზიცია გვჭირდება. ამ ეტაპზე ესე იგი A, I, C, G გავანაწილეთ, B, D და F გვჭება გასანაწილებელი. ესე იგი F შეიძლება კალაშიც იყოს, ლაპტარშიც იყოს და ჭველფშიც იყოს. F-ზე ვერ ვადგენთ, ვერც B-ზე ვადგენთ, ზუსტად B-ზე მხოლოდ ის ვიცით, რომ ჭველფში არ არის. D-ზეც ვერ ვადგენთ, ზუსტად ამიტომ აქ ამ აპასუხის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვაგრძელებთ მსჯელობას და ვერ ვასაბუთებთ ვინ სად იქნება. B. D და I კალას სექციაზე იმუშავებსო. ოკეი, D და I თუ კალას სექციაში ყავს, მაშინ ჩვენი C და G უკვე გვეყოლება ჭველფში, იმიტომ რომ აქ დაგვრჩა ორი თავისუფალი პოზიცია.
ამ ეტაპზე ესე იგი C, G, D, E გავანაწილეთ, A-ს, დაგვჭირდა B და F. ნუ B ვიცით რომ ანა-კანა იქნება, მაგრამ აი ეს B პასუხი უკვე კარგი პასუხი იმის გამო, რომ E 12-ის სექციაზე იმუშავებს, ეს ნაწილი არ შესრულდა. თუ კი E 12-ის სექციაში არ გვყავს, ესე იგი F-ი კალას სექციაში ვერ გვეყოლება, ამიტომ F-ი ლაპტარში წავა, ლატფარში, ხო, როგორ წერია, და B წავა კალაში. ოკეი, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ დასაბუთებულად შევადგინეთ პოზიციებზე, ვინ სად გვყავს. ნამდვილად აქ სწორ პასუხი გამოდის B პასუხი. ოკეი. შემდეგი